არსებობს უკვე ვთქვით ჩვენ, რომ ხალხური რელიგია, რომელიც ოფიციალურ რელიგიას არ წარმოადგენს და თავისთავად ესეთი ყველა რელიგიაში არსებობს ოფიციალური რელიგია და არსებობს პოლიტიკური ასპექტიც რელიგიის. 85% მუსლიმებისა არიან ნომინალური ხალხური რელიგიის წარმომადგენლები. და 80%-მდე მუსლიმები ეროვნებით არაბები არ არიან დღეს. ანუ არაარაბი მუსლიმები უფრო მეტნი არიან რაოდენობრივად, ვიდრე არაბი მუსლიმები, სადაც წარმოიშვა ისლამი. თავის ყველაზე დიდ წინაპრად მუსლიმები მიიჩნევენ ისმაილს, იშმაელი ებრაულად ისმაილი, რომელიც დაბადების წიგნში თორაში გვხვდება ჩვენ. ისმაელი არის აბრაამის შვილი ჰაგარისგან. ჰაგარი არის ეგვიპტელი, მხევალი სარასი, მსახური, სარას და აბრაამს იცით რომ არ ყავთ შვილი. სარა გადაწყვეტს რომ მხევლისგან გააჩენინოს თავის ქმარს შვილი. საინტერესოა საიდან იცოდა რომ თვითონ ქონდა უშვილობა და არა აბრაამს, ესეც ძალიან საინტერესოა იმ დროს როგორ იყო ის, ხო? სარა გადაწყვეტს აბრაამს შესთავაზებს, აბრაამი უარზია, მაგრამ მერე თანხმდება, მათ ეყოლებათ ისმაელი. და ისმაელი 13 წლის არის, როდესაც წინადასწრეთას უკვე ღმერთი უწესებს აბრაამს როგორც აღთქმის ნიშანს. 99 წლის არის ამ დროს აბრაამი, როცა წინა დაიცვეთს. და ისმაელი არის 13 წლის. ამიტომ ისლამში 13 წლის ასაკში წინადაცვეთა ყველაზე მისაღებ ასაკად ითვლება დღეს. თუმცა ადრეულ ასაკშიც ხდება წინადაცვეთა, მაგრამ სანამ ისლამი გავრცელდებოდა, არაბებს ჰქონდათ წინადაცვეთა და ყურანში არც ერთხელ არ არის ამის აუცილებლობა ნახსენები, იმიტომ რომ უკვე იყო პრაქტიკაში არაბებში ეს. შემდეგ ჩდება აბრაამის ოჯახში ისააკი, აღთქმის ძე. უკვე 100 წლის ასაკში ეყოლება მას ისააკი. როდესაც ისააკი წამოიზრდება, ისმაელი დაცინვას უწყებს მას. მაგრამ იქამდეც არის ისტორია, როცა ორსულად არის ჰაგარი. ამპარტავნულად უყურებს სარას ზევიდან და ამიტომ გაიქცევა ის ორსულ მდგომარეობაში. და ღვთის ანგელოზი ხვდება მას უდაბნოში და ეუბნება დაბრუნდი და ემორჩილე შენს ქალბატონს. მაგრამ რომ დაიბადება ისმაელი, შემდეგ უფრო ისევ ამპარტავნულად უყურებს სარას ჰაგარი. ისააკი რო დაიბადება, შემდეგ ისმაელი და ისააკს შორის ჩხუბი მიმდინარეობს და სარა ეუბნება აბრაამს რომ გაუშვეს მხევალი და მისი ძე ჩვენგან. და იქ ღმერთიც უდასტურებს აბრაამს რომ დაუჯერეს სარას. ძალიან მნიშვნელოვანია ისმაელის ისტორია გავიაზროთ, იმიტომ რომ ეს არაბ მუსლიმთა ფსიქოლოგიას კარგად გვაჩვენებს. ისმაელი დედასთან ერთად იდევნება სახლიდან, მიდის უდაბნოში, გაუთავდებათ წყალი, საჭმელი და კვდება უკვე ისმაელი. ჰაგარი განშორდება შორს, რომ არ დავინახო მისი სიკვდილიო. როდესაც ესეთ მდგომარეობაში იყო ისმაელი, ის ლოცულობდა თავისი მამის ღმერთის მიმართ, რომ გადამარჩინი. და იშმაელ ზუსტად მისი სახელი ნიშნავს ღმერთმა ისმინა. ღმერთმა ისმინა არაბთა დიდი წინაპარის ხმა. და აბრაამს, როდესაც ისააკის აღთქმას აძლევს ღმერთი, აბრაამი ეუბნება, ონეტა ისმაილმა მაინც იცოცხლოსო შენ წინაშეო და ღმერთი ეუბნება, ისმაილზეც გისმინე, ვაკურთხებ მას, დიდ ერად ვაქცევ, ოღონდ აღთქმის ძე იქნება ისააკი. ამიტომ ისმაელის შთამომავლებს დღესაც აქვთ ეს მიტოვებულობის განცდა. დღესაც აქვთ აბრაამის ოჯახიდან მოტეხილი შტოს განცდა. და ამიტომ ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ აბრაამის ოჯახის სათანადო წევრად აღიქვან თავის თავი და დაადასტურონ ეს საზოგადოებაში. გინდ ფსიქოლოგიურად, გინდ სოციალურად, გინდ ეკონომიურად, გინდ პოლიტიკურად, ყველა კუთხით.
ეს აქედან მოდის ეს პულსაცია. ეს დაპირისპირებაც აქედან მოდის. არის თუ არა ალაჰი იგივე ღმერთი, რაც არის ღმერთი ქრისტიანებისა და რაც არის ღმერთი იუდეველებისა. ვის მიმართ ილოცა ისმაელმა? რა თქმა უნდა, აბრაამის ღმერთის მიმართ. ელოჰიმ ებრაულად, ალლაჰ, ელოახ არამეულად ძალიან გავს ეს ერთმანეთს. ელოჰიმ წარმართულ ღმერთებსაც ერქვა, მაგრამ აბრაამის ღმერთის მიმართაც არის გამოყენებული. თვითონ ალაჰი ეხლა წარმართულ არაბებში, როდესაც უკვე განდგომილებაშია, სანამ მუჰამედი დაიწყებს მოღვაწეობას, არაბიერი და მრავალღმერთიანობაა იქ და 300-ზე მეტი ღვთაება არსებობს ამ დროს და ალაჰი უმაღლეს ღვთაებას ქვია იქაც პანთეონში, მაგრამ ეგ უკვე გაუკუღმართებული კონტექსტში ყოფი სიტუაცია. ხოლო თუ ავიღებთ იმ კონტექსტს, ვინ სწამდა ისმაელს, ვინ სწამდა ისააკს და ვინ სწამს ქრისტიანებს, რა თქმა უნდა, ღვთისძის განკაცებას ახლა არ ვეხები, ეს ცალკე საკითხია. ძველი აღთქმის კონტექსტს თუ ავიღებთ, თორას კონტექსტს თუ ავიღებთ, მუსლიმებს, ქრისტიანებს და იუდეველებს ერთი და იგივე ღმერთი სწამთ. ეხლა ცოტა რამ მუჰამედის შესახებ. მუჰამედი იბადება 570 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით კურაიშელთა ტომში, რომელიც არის იმდროინდელი არაბეთში ძალიან ღირსეული ტომი არის ეს კეთილშობილი ხალხად არის ცნობილი ეს ტომი და აბრაამის რწმენის მატარებლებად ითვლებოდნენ ამ ტომში ხალხი. ამ დროისთვის მრავალღმერთიანობა, როგორც უკვე თქვი, მუჰამედის მამა აბდულლა ჯერ კიდევ მუჰამედის დაბადებამდე გარდაიცვლება. 6 წლის ასაკში მას დედა გარდაეცვლება. შემდეგ მის აღზრდას ბიძა იღებს პასუხისგებლობას აბდულ მუთალიბი, რომელიც ძალიან უყვარდა მუჰამედს. 8 წლის ასაკში, როცა მუჰამედი 8 წლისაა, ეს ბიძაც იღუპება. ურთულესი ბავშვობა ჰქონდა მუჰამედს, ის ობოლი რჩება სრულიად. რელიგიური კონტექსტი როგორია? წარმართობა, ისეთი წარმართობაა, რომ პირმშო თუ გოგო იბადება ოჯახში, ცოცხლად მარხავდნენ არაბები, იმიტომ რომ წყევლა ითვლებოდა. ცოცხლად არ შეიძლებოდა მოკლა. იმ დონის, ანუ წარმოიდგინეთ ახლა პირველი გოგო თუ იბადებოდა პირმშო, ის წყევლა ითვლებოდა და იმარხებოდა. აი ესეთი სიტუაცია მუჰამედის დროს არაბეთში. სახელმწიფოებრივი ვითარება, არანაირი სახელმწიფო არაბული არ არსებობს, ეს არის მომთაბარე ტომები, რომლებიც ესხმიან ქარავნებს, ყველა ტომი თავის თვითყოფად ცხოვრობს, ვინც უფრო ძლიერია ესხმის მეორეს და არ არის სოციალური თანასწორობა, არ არის სახელმწიფოებრივი არ არის. თუმცა არის ერთი რელიგიური ცენტრი მექა, სადაც არის იგივე კააბა. მთელი არაბული სამყარო წარმართულია, ძალიან გარყვნილია, ლოთობაც არის, ყველაფერი არის, ყველაფერი შეიძლება მოიაზრებოდეს გარყვნილებაში. მაგრამ ამ დროს მაინც არიან ესეთი საინტერესო ხალხი, როგორც არის ჰანიფები. ჰანიფები იყვნენ არა წარმართული ღვთაებების თაყვანისმცემლები, არამედ ხალხი, რომლებიც გადიოდნენ ცალკე, განმარტოვდებოდნენ და ღმერთის მაძიებლობით იყვნენ, აბრაამის ღმერთის ძიებაში იყვნენ. ეს ყველა ტომიდან შეიძლება ყოფილიყო ჰანიფი, ვინმე. ანუ ჰანიფი თვითონ ნიშნავს ღვთისმაძიებელ, ღვთისმოსავ, ესეთ კეთილშობილ ადამიანს. და მუჰამედიც ამ ჯგუფს უერთდება. ის ძალიან მოწყურებულია, რომ აბრაამის ღმერთი მოძებნოს. ის ძალიან მოწყურებულია, რომ თავისი ხალხი დააბრუნოს ერთი ღმერთის თაყვანისცემაში. ის ძალიან მოწყურებულია, რომ ერთი სახელმწიფო შექმნას, გააერთიანოს არაბები და მთელი ერი დაუმორჩილოს ალაჰის თაყვანისცემას, დაუმორჩილოს აბრაამის ღმერთის თაყვანისცემას და მოაშოროს ყველა ღვთაება. მაგრამ როგორ გინდა ახლა ეს ვაჭრობის ცენტრიც არის მექა, ამ ღვთაებების კერპებიც იყიდება, მთელი ეს რელიგიური და ეკონომიური სისტემა ამ
ერთმანეთთან დაპირისპირებული ტომებისა დაკავშირებული ამ მექასთან, სადაც თაყვანისცემის ადგილია და სადაც თავშეყრის ადგილია ყველას. ყველას თავისი ღვთაება აქვს ამ კააბაში. აი ესეთი სიტუაცია. 610 წელს 40 წლის ასაკში მუჰამედი ღებულობს პირველ გამოცხადებას. 96 თავი ყურანისა ითვლება პირველი ტექსტი, რომელიც მუჰამედს მიეცა ალაჰისგან. მუჰამედმა წერა-კითხვა არ იცოდა, ამას მუსლიმები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს და ყველაფერს, რასაც ის ღებულობდა, ის ღმერთი აძლევდა დამახსოვრების უნარს და ის შემდეგომ ამბობდა და სხვები ჩაიწერდნენ ხოლმე. სანამ გამოცხადებას მიიღებდა 25 წლის ასაკში, 40 წლის ასაკში ღებულობს იქ პირველ გამოცხადებას 610 წელს. 25 წლის ასაკში მუჰამედმა იქორწინა ხადიჯაზე. ხადიჯას ბიძა ბარაკა ან ვარაკა სხვადასხვა ვერსია. იყო სავარაუდოდ ნესტორიანელი ქრისტიანი და მისგან მუჰამედი ბევრ ამას იგებდა ხოლმე და ვარაუდობენ რომ ქორწილი ხადიჯასთან ვარაკას დალოცვით იყო დაგვირგვინებული. ანუ შეიძლება ვთქვათ რომ მუჰამედს ნესტორიანული ქრისტიანული შტოს, რომელიც ქრისტიანობაში ერეტიკულად მიიჩნევა, ბარაკამ დალოცა მუჰამედის პირველი ქორწინება. მუჰამედი ძალიან ღვთისმოშიში კაცი იყო. ბევრი მითები არსებობს, რომლებსაც გაუცნობიერებელი ქრისტიანები იგონებენ ხოლმე მუსლიმებზე. აი რომ მუსლიმი ვიტყვით, პირველი რა წარმოუდგენია დღეს ცივილურ სამყაროში ხალხს, ტერორისტები. არა და ეს ტერორისტები არის 1%-იც არ არის, სექტაა თვითონ ისლამში და ტრადიციული ისლამი გმობს ამ ყველაფერს. გამოცხადება, რომელსაც მუჰამედი ღებულობს და შემდგომში მრავალჯერ ღებულობს, ვეჰი ქვია გამოცხადებას. 96 სურა არის პირველი გამოცხადება მისი. ყურანი შედგება 114 სურა, სურა არის თავი, აიათი არის მუხლი. 114 თავისგან ქრონოლოგიურად არ არის იქ. პირველი სურა მოდის ალ-ფატიხა ქვია გამხსნელი სურა და შემდგომ მოდის ყველაზე დიდი სურა თავი, ყველაზე თავების სიდიდის მიხედვით არის დალაგებული სურები და ბოლოს ვრთავდება ყველაზე პატარა სურათი, ანუ 114 სურათი ყველაზე პატარა თავით. ქრონოლოგია არ არის ყურანში დაცული. თავარი თემა ყურანში არის ღმერთი, რომ არაბული სამყარო, რომელიც განდგომილებაშია, ჯახილია, ესეთი ტერმინი არსებობს ისლამში. მუჰამედის დროისთვის მთელი არაბული ტომები განდგომილებაში იმყოფებიან, ჯახილიაში იმყოფებიან და ამიტომ უნდა მოხდეს ამ ყველაფრისგან განწმენდა და დაბრუნება აბრაამის ღმერთთან. ეს არის მთავარი მესიჯი. მუჰამედმა თქვა ერთ-ერთ გარდამოცემაში, ჭეშმარიტად ეს დაემართება ჩემ ხალხს, როგორც ისრაელის შვილებს მოუვიდათ. ისრაელის შვილები დაიყვნენ 72 ჯგუფად, ხოლო ჩემი თემი დანაწევრდება 73 მიმდინარეობად. და ყველა მათგანი ცეცხლშია ერთის გარდა. ანუ ისიც წინასწარმეტყველა რომ მრავალი მიმდინარეობა იქნებოდა. ლა ილაჰა ილალლა, არ არის ღმერთი გარდა აბრამის ღმერთისა. ეს არის მოწოდება რომ დააბრუნოს თავისი ხალხი და აქ არის ისლამში ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია, სწავლა, დოგმატი, შეიძლება ვთქვათ ქრისტიანულ ენაზე. იბადათი, რაც ნიშნავს ერთი ღმერთის თაყვანისცემას. არავინ და არაფერი არ უნდა იყოს თაყვანისცემის ობიექტი. მხოლოდ ერთადერთი ღმერთი შემოქმედი. იბადათი, ანუ თაყვანისცემა უნდა მოხდეს მის მიმართ. იბადა მოიცავს სამ კონცეფციას თავის თავში. ეს პირველი ეს არის ისლამი. ისლამი ნიშნავს მორჩილებას ალაჰისა. მორჩილებას ყოველგვარი განხილვის გარეშე, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, იმიტომ რომ ღმერთის არსებობა აბრაამეულ რელიგიებში, როგორც მოცემულობაა, ამაზე დისკუსია არ იხსნება. ეს არის აქსიომა იუდაიზმშიც, ქრისტიანობაშიც და ისლამშიც. არც ერთ წიგნში, არც თორაში, არც ყურანში, არც სახარებაში
ავტორი არის ახავს მიზნად ღმერთის არსებობა დაამტკიცოს. იმიტომ რომ ეს თავისთავად მოცემულობითად უკვე სწამთ მათ. ამიტომ ისლამი, ესე როგორც ეს სახელიც ქვია ამ სარწმუნოებას, ეს არის მორჩილება ალაჰისადმი და მხოლოდ ალაჰისადმი. მეორე ასპექტი ისლამის არის იმანი, ანუ მრწამსი და ამას ჩვენ დეტალურად განვიხილავთ. რა უნდა სწამდეს მუსლიმს, რომ ის მუსლიმი იყოს? მუსლიმი ნიშნავს, რომელიც ემორჩილება ალაჰს. და იხსანი არის მართალი წრფელი ცხოვრების წესი, რომელიც მუსლიმს უნდა ახასიათებდეს. თვალთმაქცობის საპირისპირო რამ არის იხსანი. ესე იგი, მას შესაბამე იბადა ეს არის თაყვანისცემის სწავლება, რომელიც მოიცავს ისლამს, მორჩილებას, რომელიც მოიცავს მრწამს, იმანს და რომელიც მოიცავს იხსანს. იმანში შედის 6 ასპექტი, ანუ მრწამსში. ქრისტიანულ მრწამსში 12 პუნქტია, ხო? იმანში არის 6. თავჰიდ, ღმერთი რომ ერთია და არ არის სხვა. ანგელოზებისადმი რწმენა, წმინდა წიგნებისადმი რწმენა, წინასწარმეტყველთა არსებობის რწმენა, განკითხვის დღის რწმენა, ღვთის დადგენილება, ანუ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, წინა განზრახულობის რწმენა, რომ ალაჰმა თავისი კეთილი განგებით წინა განსაზღვრა ბევრი რამ. დავიწყოთ თავჰიდით. ღმერთი ერთია და უფლისნება ერთია. ცხოვრების ყოველი სფერო ექვემდებარება ღმერთს ისლამში. ისლამში არ არსებობს სასულიერო და საერო გაგება სარწმუნოებაში. ყველაფერი, რასაც შენაკეთებ, ალაჰს უნდა ემორჩილებოდეს. მუშაობ, სწავლობ, უნივერსიტეტში პროფესორი ხარ, არა აქვს მნიშვნელობა, სადაც თავჰიდი გულისხმობს იმას, რომ ალაჰი ერთია, მისი ნება ერთია და მისი ნება ვრცელდება ყველა ცხოვრების სფეროში თანასწორად. დღევანდელ სეკულარულ ისლამურ სახელმწიფოებში არსებობს სასულიეროსა და საეროს ცნება, მაგრამ ისლამში როგორც ასეთში არ არსებობს ეს კონცეფცია. მუჰამედი მოუწოდებს არაბებს, რომ დაემორჩილეთ ერთ ღმერთს და ცხოვრების ყველა სფერო უნდა იყოს მოწესრიგებული თავჰიდის თანახმად. თავჰიდი ნიშნავს აბსოლუტურ რწმენას ერთადერთი ღმერთის მიმართ. როგორ უყურებს ისლამი საზოგადოებას? აი აქ თავჰიდის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. აქედან გამომდინარეობს ისლამის ხედვა საზოგადოებისა. 40 წლის ასაკში მუჰამედი იწყებს სულიერ მოღვაწეობას, როცა ის 610 წელს უკვე 40 წლისა და დაახლოებით 632 წელს, ზოგი ვერსიით 634 წელს ის გარდაიცვლება. 22 წელიწადში, ან 24 წელიწადში ადამიანი ახერხებს გააერთიანოს არაბული გადამტერებული ერთმანეთზე ტომები, ახერხებს ეკონომიკის გაძლიერებას, ახერხებს სამხედროს შექმნას, ახერხებს ერთი სარწმუნოების გარშემო გაერთიანებას ხალხისა, ახერხებს წარმართული ელემენტების მოსპობას, პირველ რიგში აღმოფხრა ის პირმშო გოგოს ცოცხლად დამარხვა და ვინც ამას გააკეთებდა დაისჯებოდა სიკვდილით. ყველანაირი ადამიანისთვის ზიანის მიმყენებელი წარმართული ასპექტები მან აღმოფხრა. ანადგურებს ყველა კერპს კააბაში, რომელიც აბრაამისეულ და ისმაილისეულ აშენებულ ტაძრად ითვლება და განახლებას აკეთებს და მთელი არაბული ერი მოყავს ერთი ღმერთის თაყვანისცემაზე. და ეს კონცეფცია ნიშნავს დარ ალ-ისლამ, ისლამის სახლი. მან მოახერხა 22 წელიწადში შეექმნა ისლამის სახლი, რომელიც თაყვანისცემს აბრაამის სარწმუნოებას. არსებობს დარ ალ-ჰარბ, ეს არის ის ადგილები, სადაც ისლამს ომი აქვს და ჰქონდა. არსებობს ცნება ასევე დარ ალ-მუაჰანდა, ტოლერანტობის სახლი. ანუ პირველი ეს იყო ისლამის სახლი, სადაც ყველა სფერო ემორჩილება ისლამს, რაც მუჰამედმა გააკეთა არაბეთში. მეორე დარ ალ-ჰარბი, სადაც ბრძოლა არის დღესაც. მესამე ტოლერანტობის სახლი, სადაც ისლამი არ არის უმრავლესობაში
მაგრამ მის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება. აი ესე უყურებს ისლამის საზოგადოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გააზრება საზოგადოებისა მომდინარეობს თავჰიდის დოქტრინიდან, ანუ ღმერთის ერთობის დოქტრინიდან, რომ ყველაფერი უნდა ემორჩილებოდეს ალლაჰს. უკვე ვთქვი, რომ არსებობს ხალხური ისლამი, რომელშიც წარმართული ელემენტები მერე შეერწყა ისევ, როდესაც ვრცელდებოდა ისლამი, არსებობს ოფიციალური ისლამი და არსებობს პოლიტიკური ისლამი. მუჰამედი თავის სიცოცხლეში არ დასხმია არც ერთ სხვა სახელმწიფოს და არ მოუქცევია ისლამისკენ არავინ. მისი გარდაცვალების შემდეგ ხდება ისლამის პოლიტიკური ექსპანსია. მუჰამედს პირადად ეს არ გაუკეთებია და არც დაუვალებია ვინმესთვის. ეს უნდა ობიექტურად ვთქვათ. მეორე ასპექტი მრწამსისა ეს არის ანგელოზების სადმი რწმენა. ანუ მუსლიმს უნდა სწამდეს პირველი თავჰიდი, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, ღმერთის ერთიანობა და მეორე 4 მთავარ ანგელოზი არსებობს ისლამში. ეს არის ჯაბრიელი, იგივე ანალოგიური გაბრიელი, რაც არის იუდაიზმში და ქრისტიანობაშიც. გაბრიელის მთავარი მოვალეობაა მიუტანოს გამოცხადება წინასწარმეტყველს ღმერთისგან. გაბრიელის მთავარი დანიშნულებაა მიიტანოს სასიხარულო ან აუცილებელი ცნობა პიროვნებასთან, ვისთანაც ის იგზავნება. თვითონ მუჰამედიც ფიქრობდა, რომ მას გაბრიელი გამოეცხადა, როდესაც მიიღო მან პირველი გამოცხადება შემდგომ ტექსტებიც. გაბრიელი არის ის ერთ-ერთი მთავარ ანგელოზი, რომელიც მოვალეა მიიტანოს ადამიანთან გამოცხადება. ისლამში ანგელოლოგია ცოტა სხვანაირია, მაგალითად, იქ არსებობენ ანგელოზები, თავარ ანგელოზები და არსებობენ ჯინებიც. ჯინები ეს ნეიტრალური არსებაა, მათ აქვთ თავისუფალი ნება, ანგელოზებს არ აქვთ თავისუფალი ნება ისლამის თანახმად. ანგელოზი თავისთავად ემორჩილება ღმერთს. ამისთვის არის შექმნილი. ხოლო ჯინს აქვს თავისუფალი ნება, როგორც ადამიანს. მას შეუძლია დაემორჩილოს, არ დაემორჩილოს. და იბლისი, სატანა, რომელიც ქრისტიანობაში დაცემული ანგელოზია, ისლამში დაცემული ჯინია. მეორე მთავარ ანგელოზი არის მიქაელი. მისი მთავარი მოვალეობა და ფუნქცია სტიქიები, ამინდი, წვიმა, თოვლი და ყველა ეს მოვლენები რომ აკონტროლოს. მიქაელის მეშვეობით ისლამში, რა თქმა უნდა, ისლამზე ვლაპარაკობთ, ხდება ყოველგვარი წარმოება იმისა თუ წვიმა მოვა, თოვლი მოვა თუ რომელ ერში რა იქნება, მიქაელს აქვს ეს დავალებული ისლამის თანახმად. არის კიდე მესამე მთავარ ანგელოზი ისრაფილი, რომელიც არის ის ანგელოზი, აი მეორედ მოსვლა, როდესაც მოხდება და მრავალ მუსლიმს სუნიტებს განსაკუთრებით წამთ, რომ მეორედ მოსვლას უხელმძღვანელებს თვითონ ისა, ანუ იესო ქრისტე. ისრაფილმა უნდა ჩაჰბეროს იმ საყვერში, აი ამ მეორედ მოსვლის დროს. ეს არის ანგელოზე, რომელიც თელს დედამიწას საყვერით აუწყებს მეორედ მოსვლის შესახებ. სამყაროს დასასრულის შესახებ, სამსჯავროს შესახებ. და არსებობს სიკვდილის ანგელოზი აზრაილი. ანუ, როდესაც ადამიანი უნდა მოკვდეს, ის მიდის და უნდა გამოასალმოს ადამიანის სიცოცხლეს. ისლამისთვის თოვრათი, ანუ თორა, ზაბური, ფსალმუნები, ინჯილი, სახარება, ანუ ახალი აღთქმა და ყურანი 4-ვე წიგნი მარადიულად არსებობს ალლაჰთან. არა მხოლოდ ყურანი, ულ კითაბ წიგნთა დედა, რომელიც არ არსებობდა დრო, რომ არსებობა დაეწყო ამ წიგნს. ალლაჰთან ერთად ყოველთვის თან არსებობს ეს წიგნი. ეს დოგმატია ისლამში. და ყურანში ისა იწოდება
ღვთის სიტყვად, ქალიმათულად. მაგრამ ეხლა ჩვენ წიგნებზე ვლაპარაკობთ. 4-ვე წიგნი მარადიულად არსებობს ზეცაში, ალახთან და პერიოდულად ის ამ გამოცხადებებს აძლევდა. თორა მისცა მოსეს, ზაბური მისცა დავითს, ფსალმუნები, ინჯილი მისცა ისას და მის მოწაფეებს და ყურანი მისცა მუჰამედს. ყოველმა მუსლიმმა უნდა აღიაროს თორა, ზაბური, ინჯილი სახარება და ინჯილი ანუ იგივე სახარება და ყურანი, 4-ვე წიგნი. მუსლიმი არ არის მუსლიმი თუ არ აღიარებს ამ 4 წიგნს. ეხლა მივედით იქამდე, რასაც წინასწარმეტყველებისადმი ერწმენა ქვია. წინასწარმეტყველები ისლამის თანახმად იყო 124,000 სულ. ყველა სახელები არ ვიცით. გარკვეული რაოდენობა წინასწარმეტყველთა ნახსენებია. თორაშიც ნახსენებია, ფსალმუნებშიც, ზაბურშიც ნახსენებია. ინჯილშიც ახალ აღთქმაში ნახსენებია, ყურანშიც, მაგრამ ყველა არა. და ეს სიმართლეა, ეხლა 124,000 იყო თუ არა ამაზე. შეიძლება არ შევთანხმდეთ, მაგრამ ძველ აღთქმასაც როცა ვკითხულობთ, იქ წერია, მოვიდა ღვთისკაცი, სახელი საერთოდ არ წერია. და არ ვიცით რა ერქვა იმ ადამიანს. მეფეთა წიგნში განსაკუთრებულად არის ამ ასეთი პერსონაჟები წინასწარმეტყველები. წინასწარმეტყველები 4 ტიპად იყოფიან, არა იმით, რომ ვინმეზე დიდია, უბრალოდ პირობითი დაყოფა არის. პირველი კატეგორია არის ნაბი, რომელიც ყველასა აქვს ეს სახელწოდება წინასწარმეტყველი. ნაბის შეიძლება არ ჰქონდეს, მაგალითად მოსეც ნაბი იყო და ელია წინასწარმეტყველიც, მაგრამ მოსეს თორა მისცა ღმერთმა, ელიასთვის წიგნი არ მიუცია. ორივე ნაბი არის. ორივე ნაბის კატეგორიაში გადის, მაგრამ არის რასული, აი რასული არის ის წინასწარმეტყველი, რომელსაც კონკრეტულად წიგნი მისცა ღმერთმა. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსე იმაზე მეტია, ეს საერთოდ ისლამში არ შეიძლება ერთი წინასწარმეტყველის სხვა წინასწარმეტყველთან აღმატებული ხარისხით შედარება. ეს ცოდვად ითვლება. თუ ვინმე სასწაულმოქმედება ჰქონდა, იმიტომ რომ ალაჰმა მისცა მას და არა იმიტომ რომ უპირატესობა ჰქონდა. ამ კატეგორიებში ისლამში წინასწარმეტყველების განსჯა არის მიუღებელი და ცოდვად ითვლება. მესამე კატეგორია არის ულ-ალიაზმ, სულით მტკიცე წინასწარმეტყველები, რომლებშიც შედიან აბრაამი, მოსე, დავითი, იესო და თვითონ მუჰამედიც ცხადია. ეს არის ხალხი, რომლებიც მტკიცე სულს იჩენდნენ ღვთისმცნებების აღსრულებაში და ერთგულები იყვნენ მისი ულ-ალიაზმ. და ბოლო, რომელიც არის მხოლოდ მუჰამედი, არა იმიტომ რომ ყველას ჯობია, არამედ ისლამის სწავლების თანახმად ბოლო გამოცხადება მან მოიტანა, ხატიმ ან-ნაბი, ანუ ბეჭედი წინასწარმეტყველთა და ამის შემდეგ სხვა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი აღარ იქნება. წინასწარმეტყველებს აქვთ თვისებები, რაც აუცილებლად ყოველ მათგანს აქვს. პირველი არის მართალი. სიმართლე მათი ცხოვრების წესი, სიმართლის ლაპარაკი, ისინი არ იტყუებიან. თუმცა ისლამში არის ესეთი დოქტრინა, ტაკია ქვია. თუ შენ სიკვდილით გემუქრება, შენ შეგიძლია, იმიტომ რომ მუსლიმი ხარ, შეგიძლია დამალო რომ მუსლიმი ხარ. ანუ არ მოიტყუა, უბრალოდ არ თქვა. ამანა, ერთგულება, ღირსება, წინასწარმეტყველი აუცილებლად ერთგულია ღვთისმცნებების, აბრაამის ღმერთისა და ერთგულია თავის ცხოვრების წესით ხალხისაც. თაბლიღ მას აქვს უნარი ღმერთისგან დაარწმუნოს ადამიანი, როდესაც ლაპარაკობს ღმერთის სახელით, ღვთის შთაგონებით მიიტანოს ჭეშმარიტება ადამიანამდე და მიღებადი გახადოს ის მესიჯი, რასაც ის ლაპარაკობს. ეს ყველა წინასწარმეტყველს აქვს. ფეტნატუნ, გონიერება, შემეცნება, სიბრძნე აქვს ღმერთისგან. და ისმათუნ, სიწმინდე, ანუ ზნეობრივად ცხოვრობს. ეს მახასიათებლები ყველა წინასწარმეტყველს აქვს ისლამის მიხედვით.
განკითხვის დღე ისლამში არის, როდესაც მეორედ მოსვლისას მაჰდი სუნიტების უმრავლესობა მაჰდი არის სიმართლის გზით მავალი. სუნიტების უმრავლესობა თვლის, რომ ეს მაჰდი იქნება იესო ქრისტე, ანუ ისა. იესო ქრისტე არ მომკვდარა ისლამის თანახმად. ის ცოცხლად აიყვანა ღმერთმა თავისთან და მეორედ მოსვლას ის უხელმძღვანელებს და მკვდრეთით აღდგომას ის უხელმძღვანელებს. განკითხვას ის უხელმძღვანელებს. და ბოლოს ისიც ღმერთად არა. უდიდეს წინასწარმეტყველად. ღმერთად არა. ისლამში იესო არის უდიდესი წინასწარმეტყველი. ის აღადგენდა მკვდრებს, ყურნავდა კეთრონებს, ბრმებს თვალს უხელდა, თიხას მოზელდა და ჩიტად შეეძლო გადაექცია. ჯერ კიდე ჩვილი იყო, როდესაც ის ლაპარაკობდა და ალაჰის შესახებ ამოწმებდა. არსებობს ესეთი ისტორია, როდესაც ისლამი აღიარებს, რომ იესო ქრისტე ჩაისახა მამის გარეშე ღვთის სულით. ყურანის 21:91 მუხში წერია და ჩვენ შთავბერეთ მას ჩვენი სულისგან ალაჰი ამბობს, რომელმაც განიწმინდაო თავის თავი და უმწიკლოდ შეინახაო ღვთისმშობელზე ელაპარაკი მარიამზე. და გავხადეთ ის და მისი ძე ნიშნად ამ სამყაროშიო. ანუ ნიშანი რა იყო, რომ ქალწულმა შვა მამაკაცის გარეშე. ისლამი ამაში ეთანხმება ქრისტიანობას. წინასწარ განზრახულობა, წინა განსაზღვრება. მაგალითად, სად უნდა დაიბადო, შენ ვერ გადაწყვეტ. მაგრამ გაგიკვირდებათ და შენ გადაწყვეტე ქალად დაბადებულიყავი თუ კაცად ისლამში. როდესაც მან შენი სული შექმნა, შენ არ გახსოვს ეს ახლა. შეგეკითხა, ვინ გინდა იყო? და შენ უპასუხე, მე კაცი მინდა ვიყო, მე ქალი მინდა ვიყო. ამიტომ ნახეთ როგორი ასპექტი დევს. მაგრამ სული რო შექმნა, ეს მან გადაწყვიტა, შენ ამას ვერ გადაწყვეტ. მაგრამ რომელი სქესის გახდე სხეულებრივად, არჩევანს აკეთებ თურმე. ესეთი შეხედულებაც არსებობს ისლამში. თავჰიდი, ერთი ღმერთის რწმენა, ანგელოზთა მიმართ რწმენა, წმინდა წიგნები, წინასწარმეტყველთა მიმართ რწმენა, განკითხვის დღის რწმენა და ღვთის დადგენილება, ანუ წინასწარ განსაზღვრულობის რწმენა, ეს ასპექტები მოიცავს ისლამის წამს და ყველა ისლამის მიმდინარეობაში მიღებულია. ეხლა კი დინი, ისლამის მოვალეობები. ნახეთ იბადა რო ვახსენეთ თავში, როგორი კონცეფცია, რომელიც ამ ყველაფერს მოიცავს. იბადა მოიცავდა რას? ისლამს, ანუ მორჩილებას, იმანს, წამსი, რომელიც განვიხილეთ ჩვენ და იხსანი, ანუ სრულიად ცხოვრების წესი, მართალი ცხოვრების წესი და რაში გამოიხატება ეხლა ისლამი კონკრეტულად მუსლიმის ცხოვრებაში, როგორ უნდა დაემორჩილოს მუსლიმი ღმერთს. ის 6 რამ უნდა აღიაროს და პრაქტიკულ ასპექტში ეს გადმოდის ასე. დინი არის ის მოვალეობა, რაც უნდა პრაქტიკულად გააკეთო. შაჰადა პირველი, რაც მოიცავს თავჰიდის აღიარებას, ანუ ლა ილაჰა ილალლა მუჰამმადან რასულულლა. არ არის ღმერთი ალაჰის გარდა და მუჰამედი მისი რასულია, ანუ წინასწარმეტყველია. ისაც რასულია, მუსაც რასულია. მაგრამ მუჰამედი წინასწარმეტყველთა ბეჭედია, ხატიმან ნაბი, ხო განვიხაი როგორ კავშირშია ყველაფერი ნახეთ. ამიტომ ეს არის, როდესაც ადამიანი ხდება მუსლიმი, უნდა თქვას ეს, მოკლე აღიარება, ანუ იმ ადამიანის წინაშე და ღმერთის წინაშე, როდესაც ის ისლამს ღებულობს. ლა ილაჰა ილალლა მუჰამმადან რასულულლა. მეორე ასპექტი არის სალაათი, ანუ ლოცვა. ხუთ გზის ლოცვა აქვთ მუსლიმებს. ფაჯრ მზის ამოსვლამდე უნდა ilოცოს მუსლიმმა. ზუხრ
შუადღეს, ასრ 4 საათისკენ, მაღრიბ 7 საათისკენ და იშა, ანუ ღამის ლოცვა სადღაც 10 საათისკენ. ამ 5 ლოცვაში გადანაწილებულია სხვადასხვა ლოცვები, როგორც ქრისტიანობის ტრადიციებში არსებობს ლოცვანი, იქაც არსებობს ეს ლოცვანი და ამ 5 ლოცვაში გადანაწილებულია სხვადასხვა ლოცვა და ეს მოვალეობა ისლამში ლოცვა თუ გინდა ილოცე კი არ არის მოვალეობა თუ არ ილოცებ ვერ გადარჩევი. ლოცვა არის თაყვანისცემა ალაჰისადმი, იბადა, ნახეთ, იქ შედის ესეც. ზაქათი მოწყალების გაღება. მოწყალების გაღება აუცილებელი რამ არის ისლამში. ამაზე ცოტა უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ისლამის თანახმად ეხლა მაგალითად, როდესაც რომელიმე შეიხი ზედმეტ კომფორტს იწყობს და აფრიკაში მუსლიმი წყალს ვერ სვამს, ეს არის ისლამის დარღვევა. ზედმეტი მომხვეჭელობა ისლამში არ არის მიღებული. თუ გაქვს სიმდიდრე, აუცილებლად უნდა იზრუნო ღარიბ მუსლიმზე. შიერი მუსლიმი არ უნდა არსებობდეს. ზაქათი იქ არის აუცილებელი ზაქათი, როდესაც რამადანის თვეში გაიღებენ და მერე ღარიბებს უნაწილებდნენ და არსებობს ნებაყოფილობითი შეწირულობა. ორივე ემსახურება იმას, რომ ვინც ღვთისმსახურია იმის მხარდაჭერისთვისაც და ღარიბების მხარდაჭერისთვისაც. საუმი, ანუ მარხვა, იგივე რამადანი არის მე-9 თვე ისლამური კალენდრით და რატომ მე-9 თვეში არის ეს მარხვა? იმიტომ რომ ზუსტად ეს ის თვეა, როდესაც მუჰამედმა 610 წელს 40 წლის ასაკში მიიღო პირველი გამოცხადება ვეჰი 96 სურა ყურანისა. და ამიტომ რამადანის თვეში ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხულობენ. როგორ აღესრულება ეს მარხვა? დილით პირველი ფაჯრის ლოცვიდან მიირთმევს ადამიანი, ილოცებს ფაჯრს, მორჩა არც წყალი, არც საჭმელი და საღამოს მზის ჩასვლისას ბოლო ლოცვის წინ ფაჯრ, ზუჰრ, ასრ, მაღრიბის შემდეგ გაიხსნილებს და თუ ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, რა თქმა უნდა, იქაც შეღავათებია და მოძრავია, ამიტომ ხან სექტემბერია, ხან იქ ხომ თვარის კალენდარია. მოძრავი არის და ხან ზაფხულში როცა ძალიან უჭირთ ხოლმე, იმიტომ რომ დიდია დღე, ზამთარში უფრო ადვილია. მაგრამ კიდევ ვამბობ, ხა ავატყოფი თუ ადამიანი და ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, ესე არ არის დესპოტურად, რომ გინდა თუ არა. მომლოცველობა, ანუ პილიგრიმობა, მეხუთე ასპექტი მოვალეობისა, ჩვენ განვიხილეთ შაჰადა, სალაათი, ლოცვანი, ზაქათი, საომი, მარხვა და მომლოცველობა. აუცილებელია, რომ მუსლიმი ერთხელ მაინც ჩავიდეს მექაში და იმ საყოველთაო თაყვანისცემაში ალაჰისა მიიღოს მონაწილეობა. როგორც წესი, მდიდარი მუსლიმები უფინანსებენ ხოლმე ღარიბ მუსლიმებს, რომ იქ წასვლა მოხდეს და ეს მართლაც მისაბაძი ტრადიცია აქვთ, რომ თვითონ ორგანიზებულია მუსლიმური სამყარო, რომ ღარიბ ქვეყნებში მყოფ მუსლიმებს სრულიად უფინანსებენ ხოლმე ჩასვლას, იქ ყოფნას და ალბათ ქრისტიანებს გვაქვს რაღაც სასწაული მათგანაც, რომ ჩვენც ასე ვიქცეოდეთ ამ ასპექტში, მე მგონია. პილიგრიმობა, მომლოცველობა, ხაჯი, ესე ეძახიან. და მეექვსე ასპექტი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ხოლმე განსახილვად, ჯიჰადი აუცილებლად უნდა განვიხილოთ და მე შევისვენოთ 10 წუთით. ჯიჰადი ნიშნავს ბრძოლას. ეს სიტყვით ნიშნავს ბრძოლას. მაგრამ არსებობს დიდი ჯიჰადი და არსებობს მცირე ჯიჰადი. დიდი ჯიჰადი არის, როდესაც შენ რაც ვილაპარაკეთ ჩვენ ახლა მრწამსი, მოვალეობები, იბადა, როდესაც შენ შეიმართები
და ალლაჰს უმორჩილებს საკუთარ თავს, ებრძვის საკუთარ ცოდვებს, ებრძვის საკუთარ მიდრეკილებებს და უმორჩილებს საკუთარ თავს ალლაჰს, ეს არის უდიდესი ჯიჰადი და მოწოდება ყოველი მუსლიმის. მცირე ჯიჰადი არის, როდესაც ინტელექტუალური გზით, ცოდნით, შემეცნებით, კალმით მუსლიმის სწავლული იცავს ისლამის სწავლა მოძღვრებას, წარადგენს მას, ასაბუთებს, ცდილობს წარუდგინოს ყოველ ადამიანს, რომ ისლამი არის ჭეშმარიტება. ეს არის მცირე ჯიჰადის პირველი ასპექტი. და მცირე ჯიჰადში არის ასევე თავდაცვითი ომის აუცილებლობა, რომელსაც ზუსტად ტერორისტი მუსლიმები აუკუღმართებენ და მთავარ ასპექტად ხდიან ჯიჰადისა და ამიტომ ჯიჰადს, როდესაც ისინი მათ ფაქტიურად გააუკუღმართეს ჯიჰადის სწორი დოქტრინა. სინამდვილეში ესეთი ჯიჰადი, ტრადიციული ჯიჰადი, ქრისტიანობისთვისაც მისაღებია. ყველა უნდა დაემორჩილოს ღმერთს ქრისტიანობაშიც, ყველამ უნდა ეცადოს თავის სარწმუნება წარადგინოს და დაიცვას კალმით და ინტელექტით და ყველამ უნდა დაიცვას თავი, როცა მტერი გესხმის, ხო? ეს ბუნებრივია. მაგრამ აი ზუსტად მცირე ჯიჰადის მეორე ასპექტი, თავდაცვითი ომი, დაირღვა პოლიტიზირებულ ისლამში და გაუკუღმართდა ტერორისტულ ისლამში, რომელიც სექტად ითვლება ტრადიციულ ისლამში. მუჰამედი რო ისე გარდაიცვალა, რომ მან ვერ დაასახელა თავისი, ასე ვთქვათ, მემკვიდრე სულიერი. სულიერი და ასე ვთქვათ, საერო მაშინ არ არსებობდა, როგორც თქვი, ისლამში ეს იყო ერთი და არის. ჯერ არ ქონდა კრიტერიუმები ჩამოყალიბებული იმისა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ლიდერი არაბული სახელმწიფოსი, არაბული თემის, ამ ისმაილის შთამომავლებისა, რომლებიც ერთი ღმერთის თაყვანისცემისკენ მოიყვანა მუჰამედმა. ის გარდაიცვალა უცებ და დაკრძალულია ზუსტად იმ ადგილას, სადაც გარდაიცვალა. თავის ერთ-ერთი მეუღლის მუხლებზე ედო თავი, აიშას ყველაზე პატარა მეუღლე, რომელიც იყო მისი, ვიზეც 9 წლის ასაკში დაინიშნა და მოგვიანებით იქორწინა. ეს 14 წლის ასაკში და 13 წლის ასაკში ქორწინება, როგორც აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ასევე მაშინდელ სამყაროში ჩვეულებრივი ამბავი იყო და ამაზე სპეკულაცია უბრალოდ რომ მუჰამედმა ესეთ პატარა ქალბატონზე იქორწინა, იმ სტანდარტებით არაფერს ანიშნავს, დღევანდელი სტანდარტებით კი, რა თქმა უნდა. ამიტომ პირველი, ასე ვთქვათ, დაპირისპირება, რომელიც ჩდება არა იმით, რომ რამე დოგმატურ დოქტრინალურ სწავლებაზე განსხვავებებით კი არ იწყება დაპირისპირება. დაპირისპირება იწყება ისლამის თემში, არაბულ თემში იმაზე, ვინ უნდა გახდეს ხელმძღვანელი, გარდაიცვალა წინასწარმეტყველი. და 4 ადრეული ხალიფი, ანუ ნაცვალს ნიშნავს ხალიფი ეს სიტყვა, ეს იყო პირველი იყო აბუ ბაქარი, მეორე იყო ომარი, მესამე იყო ოსმანი და მეოთხე ალი. აბუ ბაქარის შვილი იყო აიშა, ანუ მუჰამედი აბუ ბაქარის სიძე იყო. ხოლო ალი იყო მუჰამედის სიძე, ფატიმას მეუღლე. და ამ ალის ხალხსა და აიშას ხალხს შორის მოხდა პირველი, ასე ვთქვათ, კონფლიქტი, პირველი დაპირისპირება იმისა, ვინ უნდა ყოფილიყო ხელმძღვანელი. მაგრამ ეს 4-ვე ხალიფი, როგორც სუნიტებში, ასე შიიტებში აღიარებულია 4-ვე. რას ნიშნავს ახლა სუნა? სუნა ნიშნავს გარდამოცემას, სიტყვიერ გარდამოცემას, ხოლო ჰადისი არის ჩაწერილი სუნა უკვე. ეს უნდა ვიცოდეთ. სუნიტები ითვლებიან აი ტრადიციონალისტები, ასე ვთქვათ, სიტყვით რო ვთარგმნოთ. გარდამოცემის მიმდევრები და აი აიშას ვინც მიემხრო. ხოლო ალის შია, ანუ პარტიას ნიშნავს შია,
შია სიტყვით ნიშნავს ფრაქციას, პარტიას. ალის პარტია იყო ის, ვინც თვლიდა, რომ ალის უნდა ქონოდა ეს თავარი მემკვიდრეობა, ვინაიდან ის იყო სიძე წინასწარმეტყველს არ ყავდა ვაჟი და ამიტომ ის იყო უფროსი ქალიშვილის მეუღლე და მათი შვილებიც, როგორც ასე ვთქვათ, მემკვიდრეები, შიიტები ყურადღებას ამახვილებენ უფრო ბიოლოგიურ მემკვიდრეობაზე, ნახეთ. და ასევე აი აქედან მოდის განსხვავება სუნიტებსა და შიიტებს შორის. ცოტა ახლა განვიხილოთ რა შეა მაგალითად სხვაობები, ხო? პირველი მართლობის სისტემაში მაგალითად სუნიტებს აქვთ უფრო კოლექტიური მართლობის სისტემა. ერთი კაცი არ მართავს. იმამთა ერთობლიობა მართავს. იჯმა არის მუსლიმურის იჯ გადაწყვეტილება, რასაც ეს საზოგადოება ღებულობს, ხოლო უმა არის ისლამის საზოგადოება, ულემა არის ის სწავლულთა ერთობლიობა, რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხში. ხოლო შიიტებთან იმამს აქვს უპირობო ავტორიტეტი. ნახეთ, აიათოლა, ეს არის უმაღლესი მსახური ალლაჰისა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ძალაუფლება სულიერი და ყველანაირი ალლაჰისგან, რომელსაც აქვს განსაკუთრებული სიბრძნე მართოს ხალხი და განსაკუთრებული ნათელი მადლი ღმერთისგან. აი ეს სამი ასპექტი შიიტებში მათ აიათოლას აქვს. სუნიტებში ესეთი მიდგომა არ არის. კი, დაახლოებით რო შევადაროთ, უფრო აღმატებულიც. თუმ პირველი ყველაზე მთავარი განსხვავება სუნიტებსა და შიიტებს შორის ეს არის აი ეს განსხვავება. დანარჩენი მერე ეს თეოლოგიური განსხვავებები სწავლამოძღვრებითი მეორე ხარისხოვან საკითხებში. ეს არის უკვე ცალკე განვითარების შედეგი და არა ამით კი არ დაიწყო ეს. დაიწყო მართლობის საკითხით, ხო? მაგალითად, შიიტებში არსებობენ შიიტებს რას წამთ, რომ მეხუთე, მეშვიდე და მე-12 იმამი როგორ ცოცხლად ან რაღაც ვითარებაში გაქრნენ და მეხუთე იმამზე ვინც ფიქრობს, რომ გაქრა ესენი არიან ზაიდიტები, ანუ ზაიდი ერქვა იმ იმამს, რომელიც ღმერთმა ცოცხლად წაიყვანა და ის უნდა დაბრუნდეს მეორედ განკითხვის დღისთვის. მაჰდი ის უნდა გახდეს აიათოლა იმ დღეს, ასე ვთქვათ, გამკითხავი და მმართველი. მეშვიდე იმამი დაიკარგა ერთ-ერთი. ესეც არის შიიტური მიმდინარეობა და აი ეს მეშვიდე იმამი დაბრუნდება და ფიქრობენ, შიიტებშიც არის დაყოფა, ხო ხდებით, მიმდინარეობად შიგნით. და არის 12-იანელებია, რომ ვინც ფიქრობს, რომ მე-12 იმამი, ასე ვთქვათ, ელოდებიან, რომ მოვიდეს. დღესდღეობით ვინც არის აიათოლა და ვინც არის მმართველი, ფიქრობენ, რომ მას აქვს მისტიური კავშირი იმ, ასე ვთქვათ, ცოცხლად გადაყვანილ იმამებთან და ისე მართავენ ისინი ისლამურ საზოგადოებას. უმრავლესობა მუსლიმთა მსოფლიოში სუნიტები არიან, შიიტები დაახლოებით შეიძლება ვთქვათ 20% იყო. გავლენით ეს ორი დიდი მიმდინარეობა არის ყველაზე, ასე ვთქვათ, გავლენიანი დღეს ისლამურ სამყაროში. შიიტებს ასევე ჰქონდათ პრაქტიკა დროებითი ქორწინების, რაც სუნიტებში მიუღებელია. მუთა ქვია ამ დროებით ქორწინებას. როგორ ხდებოდა ეს ახლა? როდესაც ომია ან ომშია მუსლიმი შიიტი და იქ 40-იან რამდენიმე პერიოდი იქ უწევს ხო ყოფნა. ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მრუშობით არ დაკავებულიყო ეს ადამიანი და თავშეკავების პრობლემები არ ჰქონოდა, დროებითი ქორწინების უფლება მიეცათ იმ ქალბატონებზე, ვინც ომის შედეგად მათი, ასე ვთქვათ,
ნადავლი გახდებოდნენ, ხო? და დროებითი ნებას რთავდა მათი, ასე ვთქვათ, იმამი. ის ქალი ტყვეა. იმას ამ შემთხვევაში არ ეკითხებიან, ასე ვთქვათ. ესეც პოლიტიკური ისლამის კონტექსტშია. მუჰამედს ესეთი რამე არ უსწავლებია, უნდა ვთქვათ, სამართლიანად და ობიექტურად. ეს შემდგომი შემოტანილი სწავლებაა, რასაც სუნიტები დღესაც არ აღიარებენ. ეს დროებითი ქორწინების ამბავი. მთავარი განმასხვავებელი მაინც მართვის სისტემაშია. აი რაც უკვე ვახსენე. ამ ყურადღება უნდა დაუთმოთ ცოტა ვაჰაბიზმსაც, იმიტომ რომ ეს არის მე-18 საუკუნეში წარმოქმნილი მიმდინარეობა საუდის არაბეთში და მისი დამფუძნებელი არის მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბი. ესეთი პიროვნება, რომელიც იკვლევდა ისლამს, კითხულობდა იბნ ტამიას ნაშრომებს, რომელიც მე-14 საუკუნის ჰანბალიტური სკოლის, ყველაზე მკაცრი სკოლის თეოლოგი იყო და ის ხედავდა, რომ ისლამში არის წარმართული ელემენტები, მკითხაობა, მაგალითად ისეთი ელემენტები ყველაზე თვალშისაცემი იყო ყურანით მკითხაობა. ყურანში ცალსახად აკრძალულია მაგია, ცალსახად აკრძალულია მკითხაობა და ვინმეს და რაიმეს მოხმობა შენს მშველელად გარდა ალაჰისა ითვლება უპატიებელ უდიდეს ცოდვად. ანუ ამ წინას მეტყველების და ყოველას მოხმობა არ შეიძლება. არა, მხოლოდ ალაჰს უნდა მიმართო. ამიტომ იბნ ტამიას ნაშრომებში მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბმა ნახა ის საფუძვლები, რომ ისლამს ჭირდება შიგნიდან რეფორმა. ისლამი მართალია ისლამიზირებულია დიდი სამყარო, მაგრამ დიდი ნაწილი სამყაროსი, მაგრამ უმრავლესობა მუსლიმებისა მუჰამედ იბნ აბდ ვაჰაბის თვალსაზრისით ცხოვრობს ნახევრად მუსლიმურ და ნახევრად წარმართულ მსოფლმხედველობაში. ამიტომ მისი დოქტრინა, ასე ვთქვათ, ამომავალი საყრდენი წერტილი იყო, რომ გაესუფთავებინა ისლამი ამ წარმართული ელემენტებისგან. გაესუფთავებინა ისლამი გარდაცვლილთა საფლავების, ასე ვთქვათ, ფეტიშირებისგან, რომელიც იყო წარმართებში და შეერწყა ისლამურ ტრადიციას. ამიტომ ვაჰაბიზმში აკრძალულია გაფეტიშება, თუნდაც თვლიდნენ, რომ ეს წინასწარმეტყველის ნივთი იყო და ამაზე აქცენტირება. ვაჰაბიტური მეჩეთები ზოგადად მეჩეთში თქვენ გამოსახულებას ვერ ნახავთ, მაგრამ ვაჰაბიტური მეჩეთი უფრო სადად არის ხოლმე. ვაჰაბიზმი ეს არის მერე საუდის არაბეთის ერთ-ერთი პრინცი მიემხრომას და ეს დღესაც ოფიციალური რელიგია საუდის არაბეთში და სამართლებრივი სკოლა, ჰანბალიტური სკოლა იქ არის იურიდიულად აღიარებული დღესაც. სუფიზმი ჩდება მე-8 საუკუნეში როგორც მისტიური მიმდინარეობა ისლამში, მე-8 საუკუნეში ფიქრობენ, რომ ეს საწყისე მე-8 საუკუნის ბოლოსკენ უკვე დაიწყო. თვითონ ეს სიტყვა სუფი ნიშნავს შალს ან მატყლს. ამით იყვნენ შემოსილი ეს ხალხი, ძალიან ასკეტულად ცხოვრობდნენ და ეძებდნენ ალაჰთან პირად ღრმა ურთიერთობას. ანუ ის მკაცრი გაწერილი, ასე ვთქვათ, წესები, რაც ისლამში იყო, მათთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი და უფრო პირად ურთიერთობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას ალაჰთან. ალ-გაზალი, რომელიც მე-11 საუკუნეში ცხოვრობდა, ითვლება ყველაზე დიდ ცნობილ მამად სუფიზმისა, რომ როგორც ასეთი ორგანიზებული მიმდინარეობა მე-11 საუკუნეში მოხდა მისი თავმოყრა. მაგრამ მე-8 საუკუნიდან უკვე იწყება ესეთი ტენდენციები თვითონ ისლამში. ამ ასკეტებად შეიძლება ჩავთვალოთ ეგრე. გარკვეულწილად ასკეტებად და მისტიკოსებად. სუფიზმის ორი მიმდინარეობა შეიძლება გამოვკვეთოთ. ფანა და ბაკა, რას ნიშნავს ეს? ფანაში ინდუისტური იდეა არის, რომ აბსოლუტურად შეერწყმეს ბოლოს ადამიანი. ამ ცეკვებით, ტრანსებით, იმ ყველა ასპექტებით, რითიც ისინი თვლიან, რომ ღმერთთან ურთიერთობენ პირადად ტრანსში შესვლით, ბოლოს ეს ადამიანი შეერწყმის ისე ალაჰს, რომ ის ალაჰის ნაწილი ხდება. ნახეთ ინდუისტური იდეა, მე ჩვენ ინდუიზმს რო განვიხილავთ, შემდეგ შეხვედრას
ნახავთ, ხო? რომ იკარგება პიროვნება, ეს არის ფანა და მეორე არის ბაკა. სუფიზმში ეს ორი ორი ტიპის სუფიზმი შეიძლება ვნახოთ. გარეგნულად რიტუალები ერთნაირი შეიძლება ქონდეთ, მაგრამ მიზანსწრაფვა და სწავლება აი ესეთი სხვადასხვანაირი ამ ასპექტში. ხო, მედიტაციებიც აქვს, ბევრი რაღაცა მათ ინდუიზმიდან აიღეს. ამბობენ, რომ აი ალაჰის ბევრჯერ წარმოთქვის პრაქტიკა სამონასტრო დაკვირვებით აიღესო ქრისტიანებისგან, იესოს ლოცვით და სხვა ლოცვებზე დაკვირვებით. ასე ამბობენ, დარწმუნებული არ არიან. მეორე სკოლა სუფიზმში არის ბაკა, ესე იგი ფანა, რომ აბსოლუტურად იკარგება სული. მეორე ბაკა, როდესაც ერწყმის ადამიანი ალაჰს ამ ყველა პრაქტიკის მეშვეობით, ოღონდ არ იკარგება მისი მე, ის რჩება ყოველთვის ვინმე, ვინც არის. აი ეს ორი ასპექტი სუფიზმისა. აი ყველაზე ადრეული სუფისტი ქალის ჰიმნი არის შემორჩენილი ალაჰის მიმართ, რომელიც იყო მონატყვე და მას იყენებდნენ ისე როგორც უნდათ და მას მართლა სწამდა გულწრფელად ალაჰი და დონ მაკკერი ესეთი სპეციალისტი არის ამერიკელი Healing the Broken Family of Abraham New Life for Muslims ესეთი წიგნი აქვს დაწერილი და მან ციტირებს აი ამ ქალს რავია ალ-ადავია ბასრადან ესე მერვე საუკუნეში ცხოვრობდა ეს ქალი და ეს ქალი ითვლება პირველ სუფისტად რომელზეც ჩვენ ცნობები მოგვეპოვება და რა აი ნახეთ რანაირი ტექსტი აქვს მას ოღმერთო თუ მე თაყვანს გცემ შენ ჯოჯოხეთის შიშის გამო დამწვიმე ჯოჯოხეთში და თუ თაყვანს გცემ 60 იმედის გამო განმაგდე მე 60-დან ანუ გამორჩენა ნახეთ მაგრამ თუ მე თაყვანს გცემ შენ ღმერთო ხოლოდ შენს გამო ნუ განმაგდებ ჩემგან შენს მარადიულ ნუ განაგდებ ჩემგან შენს მარადიულ მშვენიერებას ოხედავთ ეს პირველი სუფისტი ქალი. კი, რავია ადარია ესე ერქვა. ის იყო ტყვე, მას სექსუალურადაც იყენებდნენ და ღმერთს სხვა ტექსტებშიც ეუბნება, რომ მე არ მინდა ამის გაკეთება და რა ვქნა, ანუ და მას აქვს ეს პირადი ძიება ღმერთის სიყვარული ესეთი ამ ტექსტს რო კითხულობ არ შეიძლება რომ დარჩე გულგრილი და თქვა რომ ეს მშრალი ტექსტი არ არის ხო ამიტომ სუფიზმი აი ეს სიტყვასიტყვით მატყლ შემოსილი ხალხის ასკეტურად მცხოვრები და მისტიურად მცხოვრები ხალხის ისლამური მიმდინარეობაც არ შეიძლება ვთქვათ მე გამოიკვეთა ეს არის ფენომენი რომელიც ისლამში შეიძლება სუნიტურ ტრადიციაში იყოს კაცი და სუფიზმით იყოს გატაცებული ფარულად სუფიზმში ასევე არის ესეთი ნაშიდები ქვია ანუ ნაშიდი არის ჰიმნური სიმღერა ალაჰის მიმართ რომელსაც ისინი გალობენ ალაჰის სამ სიტყვა სახელს ახსენებენ და აი ამ თაყვანისცემით შედიან ტრანსში ხო თავარი მახასიათებლები სუფიზმის პირველი ფაქრი ეს არის სიღარების ქადაგება ანუ უპოვრობის აღთქმა სუფიზმი არ შეიძლება იყოს მომხვეჭელი სუფისტი მეორე ალ-შაბახი ანუ სამყარო მოჩვენებითია ეს ინდუიზმიდან არის სამყარო რო ამაო ამას ყველა აბრაამეული რელიგია ასწავლის მაგრამ მოჩვენებითი რო ეს ცოტა ინდუიზმის ასპექტია ზუჰდი უარი ქვეყნიერებას და მისგან გამოყოფვა ანუ ქვეყნიერების ცხოვრების წესით ნუ რასაც რავია ადარია ამბობს ხო სამა ექსტაზური ცეკვა დერვიშების ცეკვა აი ზოგი ფიქრობს რომ სამაია სახელწოდება აქედან ხო არ არისო ამასაც ფიქრობენ თაფაკური უსიტყვო ლოცვა მდუმარებაში ნახეთ ეს ის სიხაზმის ასპექტები შემოდის ის სიხაზმის იესოს ლოცვის უმაღლესი წერტილი ხო ის არის რომ უკვე უსიტყვო მდგომარეობაში როდესაც მდუმარებით ადამიანი ასე ვთქვათ ახერხებს ღმერთთან კავშირს ხო და თავილ ყურანის ალეგორიული განმარტება ძალიან გავრცელებულია ცხადია მისტიკოსებში ხა ბუკვალიზმით
სიმშრალეში ვერ დარჩებიან და ამიტომ ალეგორიული განმარტება. ამაზე მინდოდა ცოტა მეტი ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა სუფიზმი თავისი, ასე ვთქვათ, შინაარსით. აი ესეთი მრავალფეროვანი არის ისლამური სამყარო, რომლის ყველა მიმდინარეობაზე დეტალურად ცხადია ვერ ვილაპარაკე, მაგრამ ეხლა დაველოდები შეკითხვებს და შეიძლება წამოვიდეს ისეთი შეკითხვა, რომელიც განგვარცობინებს სხვა ასპექტებს. კი. ისლამი და ქალი. ანუ ზეგან ჩვენ ამერიკაში ვთქვით რაღაცა ამბავი ვიკითხავ. და ქალი როგორ მოიაზრებს ისლამი. ესე იგი თან იმ კონტექსტში საინტერესოა რომ ირჩევს თვითონ ამ სქესს, ხო? შექმნის დროს ამბობსო რატო იჩაგრება ქალი? არ იქნება არ იჩაგრება, შეიძლება სხვანაირად არის. ესეც მითია, რომ ისლამში ქალი იჩაგრება. ჩვენ შეიძლება უკიდურესი გამოვლინებები გვაქვს ნანახი რომელიმე კულტურაში, მაგრამ სინამდვილეში მუჰამედი ასწავლის, რომ ქალი არის ეს სიცოცხლის ნიადაგი თქვენთვის, რომელმაც ღმერთმა მოგცათ, რომლისგანაც მრავლდება, ასე ვთქვათ, ადამიანი და თვითონ მუჰამედის დამოკიდებულება თავის მეუღლეებთან არის მაგალითი. ის არასდროს არ ეპყრობოდა სასტიკად თავის მეუღლეს. ისლამში ზოგი ვერსიით 9, ზოგი ვერსიით 12. დავით მეფსალმუნეს უფრო მეტი ყავდა, მინდა და გამშვიდოთ. ამიტომ ამ კუთხით ნუწავალთ. და დავითის შვილს სოლომონ ბრძენს 700 ცოლი და 300 ხარჭა. შვილები ჰყავდა, მაგრამ ბიჭები დაეხოცა, არ შეუნარჩუნდა ბიჭი მემკვიდრე, ვაჟი მემკვიდრე და ქალიშვილები ყავდა. აი ფატიმა იყო უფროსი ქალიშვილი, სხვა ქალიშვილებიც ყავდა, მათი სახელები არ მახსოვს. ამიტომ ისლამში არ არის ქალი დაჩაგრული. მაგალითად მრუშობის გამო არ უნდა ჩაქოლილიყო ისლამის თანახმად ქალი. კი, გაშორების უფლება ჰქონდა, შეიძლება როზგი ყოფილიყო, სასჯელი იყო, მაგრამ სიკვდილით დასჯა არ იყო. ამ კუთხით ისლამი უფრო ლმობიერია, ვიდრე ძველი აღთქმა. იქ მრუშობისთვის არამხოლოდ ქალი, ორივე უნდა ჩაიქოლოს. მრუშობისთვის ისლამში მამაკაციც ისჯება, არამხოლოდ ქალი. ანუ ესე მარტო ქალებზე კი არ არის აქცენტი. მრუშობა ცოდვაა ისლამში. აღდგომას წამთ. კუდრეთით აღდგობა, რომ ყველა აღდგება წამთ, მაგრამ ქრისტეს კუდრეთით აღდგომა არ წამთ, არ მომკვდარა და მათი შეხედულებით არ მომკვდარა. იდეა მანდ არის ის, რომ ისლამი შეიძლება რამდენიმე პოსტულატით ჩამოაყალიბო ესე, რომ მორჩილების რელიგია, ანუ ითხოვს სულ ტოტალურ მორჩილებას, თავი და მორჩებებით. და მეორე არის დაფუძნებული ძალაზე. ანუ ისლამი სისუსტეს არ აღიარებს. ეხლა მაგ შემთხვევაში ქრისტეს თუ მოკლავენ სისუსტეს გამოვიდება. ისლამი გამარჯვებული უნდა იყოს. ანუ დამარცხებული კი არის ეგ სულისკვეთება, მაგრამ თუ ვინმე ალლაჰის გზაზე მოიკვლება, შაჰიდია. მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს, რომ შენ შაჰიდი გახდე. კი. წინასწარმეტყველის ასე ვთქვათ დამამცირებელი სიკვდილით მოკლა დამამცირებელია ისლამში. ეს აზრი არის. კი, იმიტომ ეგეთია. კი. ეგ სხვათაშორის საინტერესოა. დღეს ეხლა უბრალოდ არ იყო მაგ ისიც რომ ჩანასახში რა, ეგ საინტერესო კონტექსტი იყო, რომ მამაკაცი რო იჯდა ბავშვი, თქო შუა გზაზე, შარა გზაზე, არაბი. ცხენის ჯარიც რო ჩამოევლო, უფლება არ ჰქონდათ რომ გადაესვა თქო. იმიტომ რომ ის მისი უფლება იყო, რომ იქ რაც უნდა ის უნდა გაეკეთებინა, რომ გაეშალა ეს ისა რა, რაღაც ამბავი. ესეთი რაღაცა მაქვს წაკითხული და ეს არაბულ კულტურაში დღემდე ეგრე, ანუ არაბი რო დადის ჯერ მარტო თავი, ანუ რო რაღაცა ჭიები ვიტუყურებს არაჩენს სხვას და თვითონ ძალიან ესეთია. ნუ თვითონ ისლამურ უმაში, ანუ საზოგადოებაში უნდა ვთქვათ სამართლიანად, რომ არაბებს თავისთავი უპირატესად მიაჩნიათ. ბულგართ მუსრელი ესეთი წმინდანი არსებობს მართლმადიდებლობაში, ბერძნულ სამყაროში. იმპერატორი დამავიწყდა იმის სახელი, რომელმაც თავის თანამოძმე ბულგარელი მართლმადიდებლები შემოსრა და წმინდანად ყავთ.
ეს არ წარმოგიდგენიათ მარაზმა? ეგრე დავით აღმაშენებელმა თვალები დათხა რევია გააკეთა რომ ის რაღაც ჩაეკლა თქვა დაუმორჩილება. არა, აქ ქვეყანაზე ლაპარაკი ბულგარეთზე გაილაშქრა. მართლმადიდებელმა მართლმადიდებლების წინააღმდეგ. ბიზანტიის იმპერატორებიც გვებრძოდნენ ჩვენ. პოლიტიკა, პოლიტიზირებული ასპექტი რელიგიისა ყველასა აქვს ეხლა. რუსეთი უკრაინის ომი კი ბატონო, ამიტომ ეს ხო, და არის. აქ მარტო მართლმადიდებლობაზე არ მაქვს. ეს კათოლიკებსაც ბევრი გაუკეთებიათ ერთმანეთი. იქ დაუშვათ ესპანეთის საფრანგეთთან ომობდა და ასე შემდეგ, ხო? კარგად სამსავსე რელიგია არის ხალხური კი, არის ხალხური პოლიტიკური და ის რაც ნამდვილად უნდა იყოს. ის რაც ნამდვილად უნდა იყოს ამის იმპლემენტაცია, ანუ განხორციელება ყველაზე რთულია. იმიტომ რომ ადვილია ხალხურად ცხოვრება და ადვილია პოლიტიკურად გამოიყენო იდეოლოგია ნებისმიერ რელიგიის, აქციო იდეოლოგია.